სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას გიგზავნით ახალი დღიდან გულთბილ სალამს, პატივისცემასა და სიყვარულს. ჯეგი რა მოხდა, ჯეგი, ვიდეოს რო ვიწყებდი, ჩემი გოგო მაშინო როგორ შევიდა განწყობაში, ნახეთ. ჩემი პატარები, ქარამი, მოდი. მოდი ქარა, მოდი. ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად ერთი ანგარიში გავაკეთეთ. ამ ანგარიშის თავარი შემოქმედი გოქანია. ძმაო, თქვა, რამდენი ძაღლი გაგვიშვი, ასე შევაჯამე და გამოთვალე, თქვა. ნახე. არ შეამჩნიო, რა ხდება ძმაო? ალლა. არ შეამჩნიო, რა ხდება? კიდე ნახე, ორივე მხარე მარცხნიდან მიდის. დიაგონალს იკავებენ. ნახე ჩემი ლომები. ალლამა არ დააყენოს მათი წინ. იცი ესენი ნამდვილი კანიბალები არიან. ჟამში, ბაბში, ერთდროულად 21 ძაბს უშვებთ, ხო ასეა? თუ ფაისალსაც დავამატეთ 25 გამოვა. 4 ძაღლი რო თქვათ. 25 ძაღლს ერთად უშვებთ. ეხა ეგრე სულ ერთად არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანი რამდენია? ჩვენი მიზანი 50. 50 ძაღლი არ გვყავს, მაგრამ იმედია ოდესმე თუ გეყოლება, მასაც გაუშვებთ, მეგობრებო. დღეს ჩვენი თემა რა არის, გოქან? დღეს ჩვენი თემა, დიდი თემა, დიაბლოსა და ჰადესის დაპირისპირება. დღეს მეგობრებო, ესენი რატო ჩაიცუცქნენ ესე? კაც. მოდი ესე წავიდებ, ნახო. დღეს მეგობრებო, დიაბლოს და ჰადესს გარეთ გავაცნოთ ერთმანეთს. თუ გასვოთ, ბოლოს დიაბლო ჰადესის გალიაში წავიყვანეთ. ჰადესი კი დიაბლოს გალიაში წავიყვანეთ, მაგრამ გარეთ ერთმანეთის გასვლების შანსი არ ქონია. დღეს ორივეს ერთად გამოვიყვანთ. დიაბლოსაც და ჰადესაც გარეთ გავაცნობთ ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ, შეეწყობიან ერთმანეთს? კომენტარებში დაწერეთ, მე მგონია რომ ვერ შეეწყობიან. გოქან, შენ რას ფიქრობ? მეც ასე ვფიქრობ. ვერ შეეწყობიან, ხო ესეა? ეგ ფაქტია. იქაც არაფერია გასაკეთებელი, მეგობრებო, უბრალოდ მაინტერესებს გარეთ როგორი თავდაჯერებულები არიან. დღეს ჩემი მიზანიც ეგ არის, მინდა დავინახო მათი გარეთ არსებული თავდაჯერებულობა, მათი სიმამაცე. აპოლონო და მარაზი არ გამიშვია. გუშინ ეჯდერი გარეთ გამოვუშვით, აპოლონო და მარაზიც გავუშვით. ეჯდერი მაინც ჰადესივით არ არის, ჰადესი უცებ ბრუნდება. ეგრევე ვხვდები, როცა ეჯდერი შეტევას აპიროს, მეგობრებო. ამიტომაც თქვი, აპოლონო და მარაზი საერთოდ არ გამიშვა. შეკე, რა მოხდა, გოგო? ჩემო შეკერო, დღეს ჰადეს გოქანი დაიჭერს. იმედია ხელიდან არ გაუშვებს. ცოტა მე მეშინია მისგან, მეგობრებო. იმიტომ რომ ჰადესს მოგიბრუნების ჩვევა აქვს. მოგიბრუნება რას ნიშნავს? როცა ცდილობს სხვა ძაღლი უკბინოს, შეიძლება შენს გიგბინოს. ბრუნავს და შეიძლება დაგლიჯოს. იმებია თუნდაც გიოქანი უკბინოს, დაგლიჯოს ან დაასახიჭროს, ჰადესს მაინც არ გაუშვებს. იმიტომ რომ თუ ჰადესს გაუშვებს და დიაბლოსთან ერთად ერთმანეთს დაერევიან, ღმერთმა დაგვიფაროს, გაშველება ძალიან რთული იქნება. გიოქან, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ხო ასეა? მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ძმაო. თქვენ როგორ ფიქრობთ, დიოქანი შეძლებს მის დაჭერას? ამასაც კომენტარებში დაწერეთ. ჩემი აზრით, ნამდვილად შეძლებს. შეძლებს ის ანადოლოს, ოსმანიას ნამდვილი შვილია. მოდი მოტივაცია მივცეთ, რომ საქმე კარგად გააკეთოს. პრობლემაში არ ჩაგვაბდოს. დედე, ხალხს ზან მოეწონა, როცა დედეს სურთნიდნენ. ხო, დედე. კომენტარებში ყველამ თქვა, რომ დედე ძალიან გვიყვარსო, ვიღაცამ თქვა, დედეს სახელი ძალიან მოუხდაო, მე უთხარი, მას ერთი ნენე ჭირდება მეთქი. ერთი ნენე ხო არ ვიგიდო დედესთვის, მეგობრებო. კარგი მეცხვილე დობერმანი. კი, ცოტა გაიზარდოს ჯერ, ეხლა ადრეა, ჯერ არ ყვირის. ცოტა კიდე გაიზარდოს და მერე. იზაბელ, შენ რას აკეთებ, შვილო, ჩემო ტკბილო? ჰადეს მამამ მზად ხარ, გაგიყვან, ჩემო ბატონო. ჰადეს ჩემო ლომო, ნახე დიაბლოს მე დავიჭერ. ჰადეს გიოქანი დაგიჭერს, ხო შვილო, წნარად იყავი. გაქცევაზე არ იფიქრო. ჩხუბი და ხმაური არ მინდა, კარგი? შენ როგორ ფიქრობ, რომელი უფრო თავდაჯერებულად იქცევა? ძმა, ორივე მაგარია, თან იატაკი ცვლელია, მეგობრებო, ცვიმა მოვიდა. ღმერთს მაქნას არ დავიცურეთ მართლა. მაგისაც ცოტა მეშინია. მოდი უკან წავიდეთ. ახალი გალია გავაკეთეთ, ინსტაგრამზე გავაზიარებ, ვინც არ იცით, თქვენს გაჩვენებთ, იმ დროს თქვენს გთხოვთ, არ გამიტეხოთ. თვავთ, ხარდაჭერისთვის ამ ვიდეოს მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარის დაწერეთ, ძალიან გამახარებთ. იცით, ყველაზე მეტ კომენტარს ვინც წერს, მათ ვაზიარებ. ისევ ბოლო ვიდეოზე უამრავი კომენტარი მოსვენდარი მოსულა. ხარდამჭერებს, კომენტარის დამწერებს, ჩვენს გვერდით ყოფებს, ყველას, ვინც ზედიზედ კომენტარს წერს, დიდ მადლობას უხდი, მეგობრებო. ამჟამად ეკრანზე 3 ადამიანს ხედავთ. ვის კომენტარიც ვერ დავდე, ბოდიში ძმაო, მაქსიმუმ 3 ადამიანს ვდებ ახლა კომენტარით. ძმაო, ბოლო ვიდეოზე ამდენი არ მოსულა, ალბათ ვიდეოები აგერია. ძმაო. დედეს ვიდეოზე ამდენი არ მოსულა, შენ აგერია გონება. ძმაო, ეხლა შევამოწმე. ხუილი კარგი რამ არ არის ძმაო, მეც მათვარად გამომიყვან, ნახე რამდენი კომენტარი მოვიდა, ბოლო ვიდეოზე ამდენი არ მოსულა. ეჯდერ ჩივას, როგორ ხარ ჩემო ლომებო, მაშალა თქვენ აბა, ნახე რამდენი მოსულა. მოლოდიში ვარ, მთელი თურქეთი, 70 მილიონი კამერის წინ. რამდენი კომენტარი მოსულა. ეგ რეკლამები რო არ ჩასვაო. ქვემოთაა კომენტარი, ვიდეოს შიგნით კი არა, კომენტარია ეგ. ამერია. რამდენი კომენტარი მოვიდა? გეუბნები, ამერია, რა თქმა უნდა, ვილაპარაკო კიდევ ერთხელ, მათ ხوارად გამომაჩენ, მაგრამ ვიდეო ახლახან დავდეთ, ამიტომ მეგობრებო, ეხლა ნახეთ, ეჯდერი და ჩივასი აქ არიან, მეგობრებო. ეხლა დილით ამ გალიის შუანაწილი ამოვჭერი,
გოგანმა კი ეს თუნუქი გააკეთა. კარგი მეგობრებო, ეხლა იცით ეს გალია ერთი იყო. მე ვთქვი შილა და მაზლუმი ძალიან კეფენ. თქვი მოდი ესენი უკან გადავიყვანოთ და რაღაც სისტემა გაუკეთოთ. შემდეგ გოგან ჯერ ეს ადგილი აჩვენე. ეხლა ეჯდერი და ჩივასი გვერდარიან. თქვი აქედან ერთმანეთს არ უკბინონ მეთქი. უთხარი არ უკბინონ მეთქი. აქ ესე მოვაცქვეთ, აქ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მაინც ცდილობენ უკბინონ ერთმანეთს ვათაშორის. არ ვიცი ამას როგორ მოვაგვარებთ. არა. ეჯდერი მეგობრებო, ჯერ კიდევ მუდმივად ცდილობს შეტევას. შუაში ის მავთულიც გადავჭედით, ძმაო. ხო ესეა. ნახეთ იატაკზე ისედაც ხედავთ. ანუ ორი გალი, ერთ გალიად ვარციეთ, საკმაოდ ფართო სინცე გამოვიდა, იმიტომ რომ მაზლუმი და შილა ერთად დარჩებიან, მიფიქრე ასე უფრო კომფორტულად იქნებიან. ეგ ეჯდერი ახლოდან გვაჩვენე, შეხედე მაგ გიშს. მართლა ესე გავაკეთეთ, მაგრამ მეგობრებო, გონი ეს აქედან გადახდება. ნახეთ ძმაო, როგორ ხდება. ამდენი დახურვის მიუხედავად, მაინც ცდილობს შეტევას. დიდი ალბათობით ამისთვის რაღაცას გავაკეთებ. შილას აქედან ისევ წავიყვანთ, ალბათ მაზლუმთან ჯოკერს ავიყვან, მეგობრებო. იმიტომ რომ ასე რო იყოს და გვერდით არ ვიყო, რამე მოხდება, ღმერთმა დაგვიფაროს. ეჯდერი იქიდან გადახტება. ერთმანეთს უკბენენ და ასე შემდეგ. ეს ცოტა მაშინებს. იმიტომ რომ ეჯდერი ყველგან ხდება, ხედავთ ხო? ნამდვილი ფსიქოპატია, ორი ფსიქოპატი ერთად დააკენეთ. რა ვიცი, ანუ აქედანაც ვერ უგბეს, ვერ გადახტება მეთქი, მაგრამ მაინც ჯერ კიდე ცდილობენ, მაგრამ გონი აქ კარგად გამოვიდა. ეხლა დარჩენილ ნაწილებსაც ასე გავაკეთებთ. აქ ორ ნაწილად გავყოთ. შესაბამისად, წყვილობით სისტემით ამ ხარესაც შევავსებ, მეგობრებო, იცოდეთ. ასე ლამაზად გამოვიდა აქ. ახალგაზრდებს საერთოდ არ გავჭრათ შუაზე. აბადეთ, ვინც შეთანხმდნენ, მათ შუაზე გავჭრათ. ვინც შეთანხმდნენ, ყველა აქ ჰარმონიულად იდგეს, მეგობრებო. ეხლა ნელ-ნელა ჰადესი გამოვიყვანოთ. კარგი? დილითაც ჰადეს პირველ რიგში გამოვიყვან. ჰადეს ცოტა გავასეირნებ, აი იმ ბაღში მეორე ჯგუფს ხედავთ, სულ თავისუფლად არიან. ჩვეულებრივი, როცა ჰადეს გამოვიყვან, ყველა ძალს ვკეტა. მაგრამ ბრეს პირდაპირ არ გავუშვებ, ამიტომაც. ხელით რო გავასეირნებ, ვიფიქრე, მოდი ჯერ სხვა ძაღლებს გავაცნობ, სანამ გავუშვებ ჩვენს ამ ჯგუფთან ერთად. მე ვიფიქრე, დიაბლოსაც გამოვიყვან და ვცდით იმედია ჰადესი მათ არ დაესმება. მაგრამ ცოტა პრობლემა გვაქვს, ვიცით ეს. ამ ხრი ცოტა ეჭვი მაქვს. ნახე, გეჯე როგორ თამაშობს, გეჯე. ბრავო, ჩემო გოგო, ნახე. იმიტომ რომ ჰადესი ერთხელ თოსუნს თავს დაესხა. ნახე, თოსუნი გაბრაზდა. ოჩახ ჩემს ლომებს. ინშალლა ისევ არ იჩხუბებენ, ნახოთ მეგობრებო. მაშინ მე მივდივარ ჰადესის მოსამზადებლად. კარგი? მოდი ჰადეს მამიკო წავიდე დიაბლოსთან. მოიცადე შვილო, მოიცადე. გააცნობიერე რომ დიაბლოსთან მივდივართ. ცოტა ეკაჩება, ნახე. ნახე, ჰეი, პუსად. არ მიახლოდე. პუსად, არ მიახლოდე შვილო. დაიცადე, ნახოთ. დიაბლო მაშინვე შეტევის პოზიციაში გადავიდა, მეგობრებო. ესა ესენი გარეთ როგორ შევაჩვიო, დაიცადე ბიჭო, ცოტა დამშვიდი, გვერდიდან გამოვდი, ნუ ეკვრებით ეს სიახლოს. ღმერთს მადლობა, ვერ დაიჭირა, მკერდით დაეჯახა. ნუ ეკვრებით ეს ახლოს, შვილო, კარგი? შენ რო არ გადაგიყო, არ ჯობდა? უკვე ესე მოვიქეცი იმ კაცთან, ძალიან ახლოს არ მიხვიდეთ. მოიციეთ ახლოს, ნახოთ. იკითხავთ, რატო არ ხურავთო? მეგობრებო, ხომ და ისწავლო. ისწავლიან, რომ ყველაფერში არ უნდა ჩაერიონ. დაცემით და წამოდგომით ისწავლიან, ანუ ნერვებს მიშლიან. აქ მიზანი ისაა, რომ ყველა ერთმანეთს შეაჩვიო. მაინც ყველაფერში ერევიან. ეს არის ბოლოში ძმაო. არ ჩაერიო არაფერში. ნახე, ეხლა აღარ მივახლოვდება მაგალითად. ის კბილი დაკარგა და აღარ მივახლოვდება. აქ კიდევ ერთი მინუსია ის, რომ ჰადესი თუ მოკაჩავს, სუნთქვა ეკრის. მაგალითად, დიაბლო იქ მშვიდადაა, დიაბლო წყნარია. ჰადესი ფეხი არ ჩაკო. ესენი წესიერად. მართლა, ჩვენ როგორ უნდა შევაკავოთ ეს? ჰეი, პუსატი. შვილო, გონიერად მოიკეცი. შეშლილი ეს რა თავდაჯერებაა, რა უშიშარია. როგორ მივარდება, მეგობარო, გადამრევს ეს. ვიცი, დაველოდოთ. მართლა თუ ესენი ჩაერევიან, პრობლემა შეგვექნება. ნახე, თუ ესენი ჩაერევიან, პრობლემა შეგვექნება, გოქა. ეხლა მეგობრებო, ბარონო, მოდი, ყველა უნდა გავაგდო აქედან, ვინიც ის რა მოხდება. თორემ მართლა პრობლემა შეგვექნია, რადგან ჰადესის გაკონტროლება ძალიან რთულია, დიაბლოსი ძალიან რთულია, მართლა არ ვიცი რა მოხდება. მაშინ გოქან კამერა ფურკანს მიეცი,
მე ჰადეს შენ გადმოგცემ, დაგაკვირდები, მაგრამ ახლოს არ მიუშვა, კარგი? აქ გაჩერდი, როგორც თქვი, თავი დაიზღვიე. ჰადეს ბაბა, რას აკეთებ შვილო? ოჩახ, შვილო, მოეფერე ჰადეს. ჩემო ლომო. თავი დაიზღვიე, კარგი? სხვებს ძალიან ყურადღებით მოეკიდე, გაიგე? ჩემსავით სწრაფი უნდა იყო. და კიდე თუ რამე მოხდა ზემოთ ასწიე და ისე გააკეთე, გაიგე? ორი შელი დაიჭირე? ყველა ზომა უნდა მივიღოთ. მოდი ნახე. მიდი. ნება მომეცთ. მიდი პუსად. არ მივახლოდე, გადადი იქ, გადადი. არა, შვილო. ნახე გუში ყველა ეჯდეს დასათმელად მივიდა, გახსოვს, ხო? დღეს ნახე ადეს ასე ძალიან არ მიახლოდნენ. გიოგან, მაშინ საწავიდეთ. აქ გავაკეთოთ. აქ გავაკეთოთ, ძმაო, აქვე. მაშინ ცოტა უკან დაიხიე, ხო? შუაში დადექი, კარგი? მე კი დიაბლოს გამოვიყვან, იმედია უბედურების გარეშე ჩაივლის ვიდეო. გიო, ფეხემს უყურე, არ დაგიცდეს, არ წაიქცე, ვივე მანქანაა, ხო ვიცი, ფრთხილად. ზათხარ ლომო, შენ სუძლივ სიტყვა ბიჭო, აპაშა. აქ მიზანია მეგობრებო. კარგი, მე მოვაგვარე. აქ მიზანი არასწორად არ გაიგოთ. ჩვენ არასდროს ვაჩხუბებთ ძაღლებს. უბრალოდ ახალ მამრ ძაღლს, დიაბლოს, თვითდაჯერებულობას შევამოწმებთ ჩვენი ეზოს ლიდერ ძაღლ ხადესთან. საერთოდ ხედავთ ჩვენს ბავშვებს სახეზე არანაირი ნაკაწრი ან ჭრილობა არ აქვთ. მიზანი მხოლოდ თვითდაჯერებულობის ტესტირება. თუ მკითხავ, რატომ ტესტავ თვითდაჯერებულობას? მომწონს ძმა, ხო ჩემი ძაღლია. თვითდაჯერებული რო არის ეს მომწონს. სწორია არა გოგან? ზუსტად ასეა ძმაო. მომწონს რომ ჩემი ძაღლი თავდაჯერებულია. მომწონს რომ არ არის მშიშარა, თავის სიტყვას ამბობს და ლიდერის თვისებები აქვს. ამიტომ ყველას გემოვნება ერთნაირი არ არის. შეგიძლია სახში მშვიდად გაზარდო. მე ესეთი ძაღლები არ მომწონს. კაცლი უნდა იყოს. ყველას თავისი ხასიათი და სტილი აქვს, მეგობრებო. ეხლა ტაისონ ბაბა მზად ხარ? ტაისონს ვეძახი, ხო ხედავ, დიაბლოა. სანამ ტაისონის სახელზე მიეჩვევა, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, ძმაო. შენს ჯერ გალი არ გაგვიწმენდია, მოდი ვიდეოს მერე გავწმიდა, ვნახოთ, პაშა. მოიცადე. მოიცადე, შვილო. მართლა გიოქანი ძალიან ვარ პოკუმაში, ძმაო. თხოვ გენდობი სახეას შემარცხინო, კარგი? არავით არის პროვოკაციული ქმედებები, იქოს 7 შეხვედრა, იმედია ერთმანეთს შეეწყობიან. შეიძლება ისე არ იყოს როგორც ველით. შეიძლება გარეთ გასვლის შემდეგ ერთმანეთს შეეწყონ. ნუ ვიტყვი ველით, თქვა თუ არაუდობთ, შეიძლება შეთანხმდნენ, წარმოებგინეთ თუ შეთანხმდნენ. ორივესთან ერთად ლეგენდარული ვიდეო არ გამოვა, მეგობრებო. დიაბლო, ჩემი ლომი. კარიზმა გერმანიის ნამდვილი შვილია. მაშალა, ჩემ სიმპათიურ ბიჭს. შვილო, შენ ჩემს გულს მოიგებ. მოდი ვნახო. მოდი ჩემი ლომი, შვილო, დიაბლო. ძმა, არავინ მოგვიახლოვდეს. ჩვენ ჩუმად წავიდეთ. ჰადესმა თავი დახარა. არა, ნატაშა. გამოდით. ჰადესმა ეხა თავი სიქნა, ძმა. დაიცადე. გაასური, არა, გეჩი არა, ფრთხილად იკავი, გეჩი. მოდი, დიაბლო, მოდი. ჰადესმა პირდაპირ ძალით ჩვენება დაიწყო, მეგობრებო, დიაბლო ეხლა ხმას არივებს. ფეხს ძალიან დიდხანს არ გააჩერო. ფეხს ფრთხილად არა გეჩე. მედანელა, მოდი დავაცადო დამშვიდნენ. სულ ძლივს ითქვამენ. ძმაო, საკელო ხელზე უჭერს, ამიტომაც ვეღარ სუნთქავენ. აი ამასელი საკაზმულობით ვერ გავაკეთებ, ძალიან ძლიერია, ხო ხედავ? გაწყვეტე. არა, ძალიან ძლიერია და წაგვათრევენ, ხო გაიგე? ეხლა კისრიდან ავიღეთ, თუ სამიც ასეთია. დიაბლო თუ შეამჩნიე, კეფის გარეშე ეს ხმის თავს. ზუსტად. კიდევ დიაბლოს საკავშირს. ზუსტად. ცხოველი რო კეფდა, სულ ძლივს იკავებდა. გიოხან ისო მოვდივარ შენთან. მოდი ძმაო. არა, გეჯე. ეჯე არა. არა. არა, გეჯე. არ მომიახლოდე. ამათ ასე შეთანხმება შეუძლებელია. შეუძლებელია, ძმაო, შეუძლებელია. დამშვიდი, მოდი, ცოტა უკან დაიხიე.
მე ჰადესზე უფრო მეთხანს სუნთქავდი. ძმაო, ეხლა ძალიან უცნაური ძალა. დიახ. ორივე ძალიან განსხვავებულად ძლიერია, ორივე ძალიან საშინლად ძლიერია, მაგრამ შეუძლებელია. მათი შეწყობა შეუძლებელია. ორივე, იმიტომ რომ ლიდერები არიან, დომინანტები. თუ ესენი ერთად მოვლენ, პრობლემა იქნება. კოკან, შენ იქიდან წინ გაიარე და მოდი გვერდ ვატარო ძმაო. წადი წინ. ქვემოთ გადადი, მოვდივარ. მოვდივარ შენს უკან. მოდი დიაბლო. შვიდად. არა. დაიცადე. დაიცადე. ერთი წუთი. სათხარ. აქ ვარ, ძმაო. მოვდივარ. აქეთ გადადი. ბიჭებო, ცოტა გაიციეთ. გაიციეთ. ბაროს ყურადღება მიაქციეთ. ხედავთ, ადესთან ძალიან ახლოს მიდის. იცადე იქ. ერთად გვერდ წავიყვან წინ, კარგი? მოვდივარ. მოიცადე, ეხა ტოსუს დაესხმება. გონიურულად მოიქეცით. არა, ბარონ. ერთი წუთით არ ჩაერიო. ერთი წუთით. ბარონი არაფერს იზამს, ეს ხო ადესი არ არის. ჰადესი რო იყოს, შემოტრიალდებოდა, მაგრამ ეს არ ტრიალდება. ძმაო, წინასწარ ვერ გაიგებ რა მოხდება. არა, ეგ ჰადესია წინასწარ ვერ გაიგებ რა სიზამს. ჰადესი უცებ უტევს, ამას კი წინასწარ ეტყობა, როდის შეუტევს, ჰადესი უცებ ტრიალდება. მაგრამ ჰადეს ვერ გამოიჩნო, რას გააკეთებს. ტოსუს უნდა დაესხას თავს. ტოსუს დაესხვის აშკარად, ტოსუზია დამიზნებული. ჰადესიც გვერდიდან აგვირდება, ძმაო. ფურკან, შენ კარგად უკან დაიხიე, ჩვენ მოვდივართ. გიოხან გავატარო, ზადღარ, წინ მივდივართ, კარგი? ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით. გაიცადე ძმაო, ეხლა ტოსუს დაესხმება. მოდი ნახე ჰადეს, ძალიან მოეწონა ეს. ჰადეს დიაბლო საშინად აეკვიატა. ხედავ თვალი მასზე აქვს. ხედავ თვალი მასზე აქვს, არაშორებს თვალს. ჰადესი ძალიან დომინანტურია, ანუ, ჰადესში უცნაური დომინანტობაა. მოდი დიაბლო. დიაბლო, მოდი. მოდი ბიჭო. ფერსევს გოქან, ფრთხილად დაიჭირე. მაგრამ შენ რო ქაჩავ, ფეხი წინ მიდის, ძმაო. მე ღმერთს ვადნობ რო კისერს ვკაჩავ. ფრთხილად იყავი, უფრო ფრთხილად იყავი. შენზე არ უბრაზდები. შეიძლება ვერ იყო ფრთხილად. არა, გესმი შენ. შეიძლება ვერ იყო ფრთხილად. ადამიანური ამბავია. შენ ჩემივით კარგად ვერ გააკეთებ ამას. ეს ჩემი საქმეა უკვე. უბრალოდ ცოტა უფრო ფრთხილად მიუდექი, ხო გაიგე? კარგი, ძმაო. ვერასდროს იცი რა მოხდება, იმიტომ რომ ეს არ იშლება. მაგალითად, ჰადესმა რო ასე გააკეთოს, ჰადესი რო იყოს, ფეხშიც მომკიდებდა. ჰადესი დაიჭერს. აიგე, ჰადესი პირდაპირ შილასავით ჭკუიდან გადადის. დიაბლო, მოდი. დიაბლო, ცოტა უფრო დამჯერი იყავი, ნახე. ჰადესი ძმა თვალს დიაბლოს არაშორებს. ქარამი მსაჯობს. ქარამ გამოდი. ქარამ გამოდი, ნახე. ჰადეს ძმაო, ნახე, დიაბლო არ უყურებს, მაგრამ ჰადესი მიეჯაჭვა მას. ჰადეს მამა, ჩემი ლომი ხარ შენ, ღამის ზისხვა. ღამემაც ჰადეს შეუტია, თუ მე შევცდი. მაგრამ იქ ვინ მოისაქმა, კაცო? ძმაო. როგორ დამიცდა ფეხი, როცა იმ ჩუჩუში დავაბიჯე. ისეავ გაკეთებული თითქოს საფონზე დავაბიჯე, ეგრე დამიცდა ფეხი. მართლა, წინაც უნდა უყუროთ, როცა მივდივართ. მოდი ამ 2 საათს ეჯდერისთან წავიყვანოთ. ნახოთ ეჯდერისთან რა მოხდება. მოდი პაშა, მოდი. დამშვიდი დიაბლო. წარმოიდგინე ესენო შეთანხმდნენ. ძმაო, ფიქრიც კი კარგია, გეფიცები. მოდი შვილო, მოდი, მოიცადე, გეჩე, მოდი ვნახოთ. შენ მაზლუმისთან წავიდეთ, მერე ვნახოთ. მაგრამ ჰადესის თვალი ისევ იქაა, ძმაო, დიაბლოზე. დიაბლოზეა შეყვარებული, მეგობრებო. დიაბლო, მოდი ვნახოთ. დიაბლო, მოდი. აცკი მიაქციეს ყურადღება. ორივე ერთმანეთს უყურებს, ნახე? ნახე, ორივე ახლა გიჟივით ერთმანეთს უყურებს, ნახე? დიაბლოც გაშეშებულია და ჰადესიც. ფრთხილად იყავი. მაზლუმსაც ეშვება, ფრთხილად იყავი. ფრთხილად იყავი. შვიდად. ძალიან დაიღანნენ, ცოტა დავასვენოთ. წადი შენ წინ წადი, წიმელინთან იქით წადი, მოვდივარ მე. წინ წადი შენ, მე ნელა მოვდივარ ძმაო. ორივე ძალიან დაიღალა, მეგობრებო. ეხლა ყელიდან ვიჭერთ, ხო? ამიტომაც, როცა ძლიერად ვკაჩავდით, ორივე ძალიან დაიღალა. თან ჰადესას ფილტვები არ აქვს, მაგრამ ჰადესის ფილტვები მაინც დიატლოსზე უკეთესია. სინაბილეში ჰადესის დაჭერა მინდოდა, მაგრამ გოქანი დიატლოსთან მიჩვეული არ არის.
მიჩეული რომ იყოს ასეთი შეტევის დროს უნებლიეთ შეიძლება შეეშინდეს მეგობრებო. ჩვენ გოქანს ვეხუმრებით და ვეხუმრებით, მაგრამ ეს ზაღლები რთულია. ადამიანს ასე გაბედულად მით უმეტეს შეტევისას ვერ გააკონტროლებს, იცოდეთ ეს. რადგან საკმაოდ დიდი რისკია. მაგალითად, როცა ზაღლები ესე ესხმიან თავს, შეიძლება შენზე შემოbrunდნენ. მე ესე ბევრჯერ მაგბინეს. ამიტომ დიათვოს ესეთი ჩვევა არ აქვს. იქ მაზლუმზე რომ მიიჭრა, უცებ შემოbrun. დავინახე იქ ფეხზე კბენას ცდილობდა შენთვის. ზუსტად ასეა. მე შევამჩნიე, მაგრამ არაფერი ვთქვი რომ არაევო თავი. ნახე იქ ჰადესი ცდილობდა გოქანის საყვანას. არ უშვებდა. მოულოდნელად ბრუნდება მეგობრებო. უსადი ნახე, არაფერს ეუბნება დიაბლოს. ჰადესია ჩაციკლული, თავს ესხმის. ალლაჰ ალლაჰ. მოდი აქ. ფიქრობ აღარ გავაგზავნოთ, დავხურთ ეს ამბავი. რას ამბობ? შენ უკეთ იცი ძმაო. ფრთხილად იყავი ძმაო. ორივე ძალიან დაიღალა. იატაკი სველია. იატაკი სველია. ხო, იატაკი სველია. იქ ფეხი დამიცდა, მე ცოტა ნერვიულობ. თუ ამას გავაკეთებთ, შემდგ ჯერზე ამ ხალხს ყველა დავხუროთ. ზუსტად. იმიტომ რომ განსაკუთრებით პუსათი, გეჯე, ბარონი, ტოსუნი, სხვებთან პრობლემა არ არის. ბარონ, გამოდი. ბარონ, გამოდი შვილო. გამოდი. მაშასე ბოლო ჯერ გაცნობთ მაშინ გოქან. ძმაო, აქ სრიალებს იცოდე? არ სრიალებს ბიჭო. სრიალებს. მაშინ წინ წადი. ეხლა მეგობრებო, საფუძველზე გადავედით, ბოლო გაცნობა გავაკეთოთ, კარგი? ორივენი ერთმანეთს ძალიან მოეწონდნენ. არა, კარგი, საკმარისია. საკმარისია, ჩემოლომებო, ეს ორივე ანატოლიის ნამდვილი შვილია. მაშალა, ჩემოლომებო. ამათ არტისტობით 3 დღე ვერ ავდგები საწოლიდან. ხო, აგაგიჟებს, კაცი. ძმაო, რას ამბობ შე? მაგრამ შენ ფრთხილად იყავი, ფეხში არ მიგბინო, ძმაო. ტრიალი შვევა, ხო იცი? ვირე ხო? დაიცადე, ორივე ეხლა ცოტა დამშვიდა, დაიღალნე, ხო? ეხლა დიაბლოს მისგალიაში შევიყვან, მეგობრებო. რა იცი რა ხდება, რის გზენ უწავად. ორივე ერთმანეთზე ნაკლები არა. აქ შედარების არაფერი არ არის. ორივე ჩვენი შვილია ბოლოს და ბოლოს. ამერი და დიაბლოს ჩვენი შვილია, მეგობრებო. ორივე ერთმანეთზე ლამაზია. რას ფიქრობ, ფურკან? რა? შენ გარედან მოხვედი. ორივე როგორია? ძმაო, ორივეც პრობლემურია. არა? ისინი პრობლემის განსახიერებები არიან. მოდი, ორივეც ტერმინატორია. ორივეს ტერმინატორივით მანქანებია, მაშალა. უბრალოდ დიაბლოს ზედმეტი წონა აქვს. ცოტა. დაიგე? ზედმეტი წონის გამო სუნდკოუჩის ძალიან მსუკანია, მეგობრებო. ეს ზაღლი თავისუფლად 65-70 კილო იქნება. უბრალოდ იცოდეთ. დაიცადე, ბიჭო, მოიცადე. ნახე როგორ მოსწყურდა. ხედავ? სუნდკვა გაუჭირდა წონის გამოც. მოდი გავიყვან გარეთ. კარგი, შვილო, გაგიშობ ეხლა, შვილო. კარგი, მე ნებართვას ვთხოვ, მივდივარ, კარგი, ფაშა. დაიცადე აქ. ძმაო, ნატაშა, ძმაო. ნატაშა, მოდი. ნატაშა, მოდი. ნატაშა, მოდი. ეს გოგო რა ცნობის მოყვარია. მეგობარო, გაგიჟებას მაპირებს. ფიცით გეუბნები. ades ბაბა, მოდი მოგეპერო, ნახო ჩემი ლომი. მოდი ვნახო ჩემი ლომი. ვაი, მოდი აქ, მოდი. მოდი, ჯერ კიდევ აქ აქვს გონება, შვილო, დამშვიდი. პაშა, ჩემი ლომი. გეჩე, შენს ნუ კეგლუცობ. ეს ხო ცოტა ხნის წინ ჰადეს არ დაესხათავს. მე ხო არ შემწდი. შენ ძალიან ორმაგად თამაშობ, ანახე, შენ ძალიან ორ მხარეს თამაშობ, გოგო. ის ქმრის როლსაც თამაშობს და მამისაც. არც კი არის მისი ქმარი, უბრალოდ ეგ არის. ეხლა შეიძლება მისი ქმარი იყოს, ძმაო. გეჩე, მასზეა შეხვარებული. ეხლა გეჩეს მოეწონა. რაც უნდა ის მოხდეს, ანუ. მართლა მეგობრებო, ორივე ერთმანეთზე უკეთესი იყო. გეკა, შენ რას ფიქრობ? ძმაო, მეც ასე ვფიქრობ. არ მინდა აქ შევადარო, რომელი უკეთესია. თუ შევადარებთ, ძმაო. ისედაც ორივე ჩვენი შვილია. შესაძლებელი არაფერია. მართლა არაფერია შესაძლებელი, არც ერთი თემა. ორივე ჩვენი შვილია, ძმაო, ბოლოს და ბოლოს. ხო, ზუსტად ასეა, ძმაო, შესაძლებელი არაფერია. ისედაც ვინ უფრო ძლიერია, ამას ჩხუბის გარეშე ვერ გაიგებ, ხო მიხვდი? აქ დიზაინია თვითდაჯერებულობა გამოსცადო. ვინ უფრო მეტად თავს იწონებს, ვინ უფრო მეტად არტისტობს. ხო მიხვდი? ჩვენ ამას ვცდით. ჩვენთან ეს ძალის ამბავი არ არის, ანუ ორივეს უკან დახევა, არიცი. ამას ვნახავთ. ორივე საერთოდ არ აქვს. ჩვენთვის ვინ არის ძლიერი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მეგობრებო. ჩემი შვილები თავდაჯერებულები იქნებიან. ჩემი შვილები არაფრის შეეშინდებათ, ეს მომწონს, ძმაო. ესე არ არის? თავდაჯერებულები იქნებიან. იარაღივით იქნებიან, ხო? შენ როცა ბრძანებას მისცემ, უბრალოდ უყურებ. ივში დაიკეტა დაილო. ჩემი ლომი ხარ. ჰადეს მამა. ვაი, ნატაშა. ძალიან უმიახლოდები, შენ ძალიან ცნობის მოყარე ხარ, გაჩერდი. შენ ძალიან ცნობის მოყარე ხარ, ნახე? როგორც იყოს, მეგობრებო. დღესაც ჰადეს მამასთან და დიაბლოსთან მოსალოდნელი შედარება გავაკეთეთ, შემდეგი ვინ არის? ჰადესი ეჯდერის წინააღმდეგ. შეიძლება. არა? ასე გარეთ არ გამიკეთებია მე. ჰადესი ეჯდერის წინააღმდეგ მოვიდეს გოქან? მოვიდეთ, ძმაო.
მაშინ კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო, გინდათ ჰადეს ეჯდერის წინააღმდეგ. ამის მიხედვითაც. რასაც გინდათ იმას გავაკეთებ. შემდეგ ჯერზე ჰადეს და ეჯდერს გარეთ გავაცნობთ ერთმანეთს. ნახოთ ვინ უფრო თავდაჯერებულია. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არზე გამოწერა, კარგად იკავით. ნახვამდის, მშვიდობით მეგობრებო.